იცედა ზეახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწვიმად სამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შელიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს კარატისტებმა მიანიჭეს მესამე დანი და სამურაის ხმლის ტარების უფლება. ხოლო ბიძინა ივანიშვილს მიანიჭეს მეექვსე დანი და ირაკლი ღარიბაშვილის ტარების უფლება. გადამწყვეტ ფაზაში შედის საარჩევნო კამპანია მეგობრებო. მერობის კანდიდატმა, თბილისის მერობის ლეიბორისტმა კანდიდატმა ქალბატონმა ასმათ ყავლაძემ განაცხადა, რომ თუ 15-ში მე მომცემთ თბილისელებო ხმასო 15 ივნისს, 16-ში ყველას წაგიყვანთ საქეიფოთო. და ნოდარ ხადური უკვე ისე დარწმუნებული აღარ არის, რომ არჩევნებზე ნარმანიას შემოხაზავს. ახლოვდება 2 ივნისი და მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეები წელსაც აპირებენ, რომ დიდი აქცია გამართონ. ამ აქციაზე მისვლას აპირებს მერობის კანდიდატი ბატონი დავით ნარმანია და უნდა რომ აქციის წევრები გადააქციოს თავის ამომრჩევლებად. და როგორ აპირებს ახლა ამას? დაიწყებს სიარულს ამ დაბოლილ ხალხში. აქეთი ხითივლის და ეტყვის მეო რომ შეუპირდიო თბილისელებსო რომ მილიონ ხეს დავრგავო ის ხის ჯიში კი არ დამიკონკრეტებია რა შეიძლება არჩევნების თემა განვაგრძოთ წინა საარჩევნოთ სხვადასხვა პარტიები ერთი და იგივე სლოგანით მიმართავენ სხვადასხვა თვითმმართველი ქალაქის ამომრჩეველს იცვლება მხოლოდ ქალაქის სახელი სლოგანი რჩება იგივე აი მაგალითად ქართული ოცნების შემთხვევაში ერთად ვიზრუნოთ თბილისზე რუსთავში ერთად ვიზრუნოთ რუსთავზე ქუთაისში ერთად ვიზრუნოთ ქუთაისზე ფოთში ერთად ვიზრუნოთ ფოთზე ბათუმში ერთად ვიზრუნოთ ბათუმზე მხოლოდ ზუგდიდში იცვლება ეს სლოგანი და ჟღერს ასე ფასო ზუგდიდელებო ერთად ვიზრუნოთ თბილისზე იმიტომ რომ ბოლოს მაინც ყველა იქ უნდა გადავიდეთ საცხოვრებლად ეს რაც შეეხება კანდიდატებს ახლა ვნახოთ თუ როგორ ემზადება არჩევნებისთვის ქართველი ამომრჩეველი გთხოვთ ჩვენი ინიციატივით თქვენი სად მიდიხართ არ ვიცი მოდი ერთხელ კიდევ ნახოთ დიდი ბოდიში აი ერთხელ კიდე თავის ინიციატივით სად მიდის ამომრჩეველი ჩვენი ინიციატივით თქვენი სად მიდიხართ არ ვიცი არ იცის აი ჩემი აზრით ხალხო ეს ადამიანი არის თანამედროვე საქართველოს სახე რატო რას ვაკეთებთ ჩვენ ქართველები რას ვაკეთებთ მივდივართ და სად მივდივართ ქართველები საით მივდივართ მკითხეთ ვინმე არ გაინტერესებთ მაგდა მკითხე საით მივდივართ ქართველები ოთარ საით მივდივართ ქართველები არ ვიცი დიდი ხმაური გამოიწვია ამ მინისტრების პრემიების ამბავმა, რომ მინისტრებმა აიღეს დიდი რაოდენობით პრემია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა ბატონმა ჭიკაიძემ, რომ მე პრემია არ ამიღია, ჩამიდესო.
ასე აიღეს და პრემია ჩაუგდეს. კარგი. მორჩა კიდევ ერთი სასწავლო წელი, გაიმართა ბოლოზარი, მახსოვს მეც ბოლოზარი, მაგდა შენ არ გემახსოვრება, ჩემზე დიდი ხარ. ბოლოზარი გვახსოვს ყველას და იმ დღეს გავიარე ჩემ სკოლასთან და ასეთ საუბარს შევესწარი ერთ-ერთი პედაგოგი ეუბნებოდა მე-12 კლასელს. აი შვილო 12 წელიო რომ გიჩიჩინებდიო რომ ისწავლე წერა-კითხვა, ისწავლე წერა-კითხვა, თორე დარჩები წერა-კითხვის უცოდინარი, ისწავლე. რო გესწავლაო, შენ ხო დააწერდი რამე შენ პერანგსო. არ გინდოდა შვილო და იარე ახლა ფითქინად ანსაცმლის. კარგი, ამერიკულმა ჟურნალმა ატლანტისმა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ქალები ყველაზე უსაფრთხოდ თავს გრძნობენ თურმე საქართველოში. და მართლაც იმ დღეს ჩავიარე, ავიხედე ზემოთ ქალაქ თბილისში რა თქმა უნდა და ქართლის დედა უკვე ხმლის გარეშე იდგა. ისე უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, რომ ეს ხმალი გვერდზე ქონდა მიყუდებული. და ხელში ეჭირა iPhone-ი და self-shot-ებს იღო. კარგი, გადავინაცვლოთ ახლა უცხოეთში რა ხდება, ხო გვაინტერესებს და ვნახოთ თუ როგორ იქცევიან იორდანიაში წინასაარჩევნოთ დებატების დროს კანდიდატები. გთხოვთ. هو الذي لو سمحت هو الذي يتمطمط انت اللي يتمطمط حدث بالبذاء وتخلي من يدفع تخلص لا انت اللي بدأت انا اخلص لا انت اللي بدأت ეს კადრები ნახა ჩემმა მეგობარმა დავით აქუბარდიამაც თურმე და დამირეკა იმ დღეს და მეუბნება რომ აი ოთარ რატო არ ვაწყობ ჩემ მაგიდასთან დებატებს სადა მაქვს ამის თავი შენ შემოგევლე რა კრედიტით მაქვს ეს მაგიდა გამოტანილი თვეში 7 ლარს ვიხდი და შემიძლია მართალია 7 ლარს იხდის თვეში ეს კაცი სანამ მაგდა აიშა ვასაძე ფიქრობს ეს საცოდავი ოთარ ტატიშვილი სხვის კრედიტზე რო გადაოფსო ჯერ თავისი დაამთავროს 8 წელი რო აქ დარჩენილია გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს რუბრიკაში საარჩევნო აგიტაცია აკრძალულია, ამიტომ ევროვიზიაზე და კონჩიტას გამარჯვებაზე სასაუბროთ. მოვიწვიეთ თბილისის მერობის კანდიდატი. კახა გუკავა, ფესტივრად მოვიწვიეთ კახა გუკავა. ხო. მოგესალმებით, მადლობა კახა. მოგესალმებით. პირველი არის თქვენი სტუმრობა კონკრეტულად ამ გადაცემაში. აქამდე აკრძალული ვიყავით. აკრძალული ვიყავით. თქვენ არ. არა მარტო აქ ალბათ. ამ არხზე განსაკუთრებით. ამ არხზე განსაკუთრებით. სათვალე რატომ მოიხსენით? თუ ლინზებით ხართ? სათვალე არა, ლინზებით არა ვარ. სათვალე მოიხსენე, იმიტომ რომ აი პრაქტიკული პრობლემები მქონდა ბევრი. მამსგავსებდნენ ერთ ცნობილ და ძალიან პოპულარულ ადამიანს. აჰა. კი, და მასაც სამსგავსებდნენ. აჰა, გასაგებია. მეც არ ვიფიქრე რომ შემოხვედით ჩვენი ოპერატორები ასე კედელზე აეყუდნენ, უფროსი მოვიდაო, გოგი ჩაიშვილი ეგა. ის რჩებოდა ძალიან მოგებული ამ მსგავსებისაგან. მაგრამ ამის და მიუხედავად აწე ეცოდინებას თბილისში, რომ ესე იგი აი სათვალიანი რო არის ის არის გოგი ჩაიშვილი და უსათვალო მე. აჰა, უკვე ესე იგი გამოწვევა ერთგვარი. აწე მოუწევს თავისი პასუხისგებლობით სიარული ამ ქალაქში და რასაც მადლობას ვეუბნებოდნენ. თავისი ზურგი. და თუნგი ეუბნებოდნენ მადლობას თქვენს გამო, ახლა უკვე თვითონ გადავხადოთ დაიხსნა. მადლობა თავისი ხუმრობების. კი ბატონო, გეთანხმებით. ლევან ბერძენიშვილს ხო იცნობთ თქვენ? კი, გამიგია. ბატონმა ლევანმა განაცხადა, რომ კახა გუკავა იყო სამაგალითო პარლამენტარიო. კი, სწორი. სწორი, ანუ ეთანხმებით თქვენ ბატონო. ხანდახან ბატონი ლევანით. და თქვენ რა შეგიძლიათ? თქვენ რა შეგიძლიათ თქვა ბატონ ლევანზე? კარგი? რა თქმა უნდა. ბატონი ლევანი ეს ბიოგრაფიაში არის ბევრი ისეთი საინტერესო ფურცელი.
ძალიან კარგი მეცნიერია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აი მაინც ისე რომ გამოარჩევა ადამიანი იყო ძალიან სანიმუშო პოლიტპატიმარი. არაჩვეულებრივი და მე ვფიქრობ, რომ რაც ადამიანს ნიჭი აქვს, ის ნიჭი ბოლომდე უნდა დახარჯოს თავის. მე რო თქვა თქვენზე ბატონო კახა რომ კახა გუკავა არის მერობის საუკეთესო კანდიდატიო. თქვენ რა სიტყვით ჩემზე ამ შემთხვევაში? სხვა შორის ეს ნამდვილად ასე არის, მეც ვარ ყველაზე რეიტინგული კანდიდატი და თქვენც ხართ ნამდვილად ყველაზე რეიტინგული შოუს წამყვანი, ოღონდ ერთბედ თქვენ შევართ რომ ორივეს გვაკლებენ ამ რეიტინგებს. ვიწერებ მეორე და მესამე ადგილებს. თუმცა მადლიერი ქართველიერი რა თქმა უნდა მიხვდება სად არის სიმართლე არა ინდიაის და აირაის გამოკითხვებში. ესე იგი 4 წელი ამ შოუში ველოდები რომ ვიღაცა სიმართლეს იტყოდა. რას ვიფიქრებდი ეს თუ კახა გუკავა იქნებოდა? რას ვიფიქრებდი? კარგი, ისე მიყვირს თქვენი მე ბატონო კახა. წინა საარჩევნო კამპანია გაქვთ. კარგად ატარებთ აქტიურად ასე ვთქვათ, ხართ ჩაბმული ამაში, რეალური კანდიდატი ხართ კი, ერთ-ერთი ნამდვილად რეალური კანდიდატი ხართ მერობის. მაგრამ რა მართლა რომ გაიმარჯვოთ, მე სად მიდიხარ? ამ სამოქალაქო სექტორში აღარ არის ადგილი. ხოდა. აი ეს მაინტერესებს. ბევრ ადგილს არ ვიკავებ და ცოტა ჩაიწევა ერთი პროკურორი და ერთი მინისტრი, ყოფილი პროკურორი და ყოფილი მინისტრი და ეხლა ჩემი ადგილი მოინახება, სადაც ხადურის ადგილი მოინახა ეხლა. ჩემი ადგილი რა გახდა? სამოქალაქო სექტორში აღარ გამოგივათ წასვლა. ეგ უკვე ნაცადი ხერხია და ჭანდებას თავრობ. არ ჩაგეთვლებათ. ერთი კანდიდატი მილიონი ხის დარგვას გვირდება, მეორე ქალაქის ამუშავებას. თქვენ რო ეს ორი გააერთიანოთ და ერთად ხერხოთ თბილისი ან ეს ძალიან მილიონი სამხერხაო არის ძალიან საინტერესო იდეა. მილიონი როგორ? სამხერხაო ეს წარმოიდგინეთ მაკროეკონომიკური და მიკროეკონომიკური ეფექტები. თუმცა შეიძლება ამ პროგრამის განვითარება კიდე, მაგალითად მილიონი მახათი საქართველოს ხელისუფლებასთან რაღაც. მილიონი როგორი ქალთი? მილიონი მახათი. მახათი. კი, ეს არის წვრილ მეწარმეობაში გადადგმული კიდე ერთი მნიშვნელობა. არა, წვრილ მეწარმეობაში წვრილი უნდა იყოს, წვრილი თავა. მახათი რაოდენობაზე ძიმე ინდუსტრია. ზუსტ რაოდენობაზე შეგვიძლია ვიდეოთ, მაგრამ ეკონომიკის ძირითადი კანონის მიხედვით მოთხოვნა არის ნამდვილად ამ პროდუქტზე. მოდი შევთანხმდეთ, რომ არც თქვენი არტემი მახათის ზომას გააჩნია. ინდივიდუალურად. ინდივიდუალურად. ხო. სად ეხა მთავრობას რო დაჭირდება და სად ეხა პატარა გამგებელს. ყველას თავისი ზომა ჭირდება. კაცო. ყველას შესაბამისი. მაგდა მაპატიერ ასეთ თემებზე ვლაპარაკობ, პატარა ხარ შენ ჯერ არიცი მახათი რისთვის არის. ხო, ახლა რა მინდა ვთქვა. ეს მილიონი ხე საშიში არ არის. ამ მილიონ ხეზე მილიონი ჩიტი რო დაჯდება. ფიქრობს ვინმე მაგაზე? უკვე კატასტროფაა, კაცო. უკვე კატასტროფა არის. რო წარმოიდგენ ამ ნაკადს ამ მილიონი ჩიტი როგორ მოხდინავს აეროპორტის და იუსტიციის სახლის თავზე. კიდე ეს უნდა ჩვენ კლიმატურად ძნობიარე აეროპორტი. არც ჭირდება ყველაფერს გაცვლა წინასწარ, მაგრამ ეს მისეს ვიდმეს. სხვათა შორის დღეს ვახსენე ჩვენ პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მესამე დანიმიცეს კარატისტებმა და სამურაის ხმლის ტარების უფლება. აი თქვენ რა მიღწევებით დაიკვეხნით სპორტში? ჩვენ სპორტში ძირითადად აი რა ვიცი ფეხიციარულს რა ქვია რამე სპორტში თუ ითვლება ძირითადად ფეხიციარული ქვია ფეხიციარული სპორტში გვაქვს 4 წლიანი 5 წლიანი გამოცდილება ასე დადიხართ ხოლმე ბატონო ესე დავდივართ ხოლმე ხა ხელი მოგონდა ცოტა წინ შემართული ხელი და აქით დროშა ასე ძირითადად კარგი ისე სამურაის ხმალი მომეწონა ყველა პოლიტიკოს უნდა კონდეს თითო სამურაის ხმალი რა იცი რაში დაგჭირდება ხარაკირი და როდის აბსოლუტურად გეთანხმები და მე ვფიქრობ რომ ეს არის ჩვენი პრემიერ-მინისტრის სწორი გადაწყვეტილება და საერთოდ პირად მაგალითად შენიცი რამხელა ძალა აქვს, ამიტომაც ვფიქრობ რომ ეს ტრადიცია შეიძლება დამკვიდრდეს ქართულ პოლიტიკაში. კი, მე აბსოლუტურად ყველას გულისხმობ. პოზიციას, ოპოზიციას, თქვენ პარტიას ტრადიცია იწყება თავიდან, ჯერ თავიდან უნდა გვაჩვენონ მაგალითი და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენამდეც მოახერხებს აუცილებლად ეს სასარგებლო ტრადიცია. ახლა როგორ არის? თქვენ ძალიან კორექტული ხართ დღეს, ასეა თუ ისეა. შედარებითია ყველაფერი, მახათის არ იყოს. და წინა საარჩევნო პერიოდში ჩვენი გადაცემის სტუმრებს ეკძალებათ ხოლმე ესეთი პოლიტიკური განცხადების გაკეთება, ოპონენტების გაკრიტიკება, რაღაც დაპირებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მე რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან და რო არ დავჯარიმდეთ და კანონი არ დავარღვიოთ და ქცევის კოდექსი. მოდი ცოტა სხვა ფორმატში
გადავიყვანოთ გადაცემა და ისე შეგეკითხებით. შეიძლება? შემოვნებით. კი ბატონო. რადგინდა მერობა? ჩემი ბავშვობის ოცნება, რომელიც როგორც იხლა ამიხდა. ბავშვობის ოცნება? მეოთხე კლასი. როგორც გუფის შარლის ტერონი, ეგეთი არა, ეს შარლის ტერონი ამდენზე ჩვენი ოცნება ჯერ ვერ გახდა. მერი რო გახდე, თავში არა გივარდება? არ არის გამორიცხული, თუმცა შეიძლება არ იყოს მერობა საკმარისი და ვფიქრობ, რომ მინისტრობა უფრო ამ თვალსაზრისით უფრო ერთიანი იქნება. შენ რომ მერი გახდე მერა? იქნება ამისთვის სპეციალური პროგრამა გათვალისწინებული ქალაქის ბიუჯეტში. დიდი მადლობა, რომ რა არ გარითმე. ან წამოჭრილი. იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ერითმება ამ დალოცვილ სიტყვას და დაბოლოებას. ძალიან უხერხულოა. დიდი მადლობა, არა გადავალ ისევ ხერხულ ადგილას. ერთი განსაკუთრებით ახლოს იყო, რომ გადავალ ისევ ხერხულ ადგილას. მოკლედ, ბატონო კახა, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. შვენიერი როგორი გზნობა გქონიათ? არა და ვერ იტყვი. ჩვენერი პროგრამა აგრეთვე. ხო. არა და მე ისეთი მეგობრით, იცი რაღაც მეთქი დაღვრემილი ადამიანი და სერიოზული და რაღაცა მოვა და დაგვლანძღავს ყველას და არა, ეგ სხვა პარტია, ეგ არის 4 ნომერი. თუ ეგ არის 4 ნომერი. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ. ძალიან ვიყავი ჩემი სტუმარი და პირობა მინდა ჩამოგართვათ. ამას ვეუბნები ყველა კანდიდატს. რომ თუ გახდით ქალაქის მერი, პირველი შოუ სადაც მიხვალთ. რა თქმა უნდა. პირველი შოუ სადაც მივართ და რომელსაც იქნება ძალიან ძლიერი მუნიციპალური მხარდაჭერა ამ შოუს, ეს იქნება რა თქმა უნდა ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად. ამ საარჩევნო დაპირების შემდეგ სინდისი არ უნდა გქონდეთ, რომ სწორი არჩევანი არ გააკეთეთ მართალია. გვეშველა მუნიციპალურ დაფინანსებაზე ეშველება სლოგანი. გვეშველება. აი ასე ვისაუბრეთ ევროვიზიაზე და კონჩიტაზე. ძალიან დიდი მადლობა. რუბრიკის სტუმარი იყო თბილისის მერობის კანდიდატი ბატონი კახა გუკავა. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ. წინა საარჩევნოთ ამდენ ხალხს ბევრი პარტია ვერ კრებს. და რუბრიკის სტუმრები არიან რომარ ცხილაძე, თემურ ცხილაძე, ანდრი ბასილაია, ალეკო კვაშალი და ქალბატონი ინგა ფერაძე. გთხოვთ. მოკლედ, თემურ ცხილაძეს რა ამბიციები აქვს? ჩემს კამზე უნდა და დაჯდომა. კი ბატონო, მე შემიძლია გავცვალო. მე შემიძლია გავცვალო ეს ადგილი და 28-ში 4 შაბათს კონცერტზე შენსბაგიურად მე ვიმღერებ. აქვე 28-ში აგერ ეს მოსაწვევები შენ. ეს მოსაწვევები. ახლა მოდი სანამ საუბარს დავიწყებდეთ და აქ ისეთი ხალხია რომელიც ჩემ გადაცემაში პირველად არის. მანამდე მოდი დავაანონსოთ რომ ეს გადაცემა. იცი რა მე ძალიან გადაცემა მე თქვენი საუბედო კონცერტი ბოდიში. მე ხა შეგნებულად მაქვს ეს შპაგა გაქვია ხო თუ სპისოკი ხო სპისოკი მოდი რასმანერი ხო სპისოკი ანუ რატო ამ შემთხვევაში ცოტა ის მომენტია რომ ყველას ვუყურებ ჩვენი სამეგობროს ასე მთელი ძალიან დიდი სია ამ მთელი ამ ადამიანებს და ჩემ შემთხვევაში ძალიან
მოგზალებულია ესია, ანუ ის იმ საოცარი ორგანიზაციების, ვინც პრინციპში მოახდინა ის, რომ აი დღეს ჩვენ აქ ვართ თქვენ განაცემაში, ჩემ განაცემაში ძალიან მიყვარს მე განაცემა და თავიდანვე მინდა ვთქვი, რომ ძალიან ხშირად ჩვენ გვავიზრდება ხოლმე გამოცხადება ამ ემოციის გამო და თავიდანვე მინდა თქვა ეს პატარა მოგზაურობული სია, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანების და ინდივიდების, ვინც აგვეხმარა, ხო? აბსოლუტურად გააკეთა ის ყველაფერი, რომ მე საერთოდ არ ვაპირებდი ამ პროცესს, ამ საღამოს ჩემი შემოქმედებითი ანგარიშია. მაგრამ აი ძალიან დიდი ომის შემდეგ დამეთანხმეს მე სპილოხოთ ძალიან მამძიმეა ამ შემთხვევაში. კეთილი კი ამ არა, ცოტა მძიმეა, მაგრამ მე აი აქვე მინდა თქვა ეს არის რა თქმა უნდა მერის კულტურის სამსახური აუცილებლად კულტურის სამინისტრო ვისოლი პრაქტიკულად გადამოჩენა, იმიტომ რომ ამ 13 თვის ადგილზე არ გავჩერებულ ვარ ამ ჩემი ავტობუსებით ამ ხელში ამ მოძრაობაში, ხო, თავზე თმა მივიდა, დღეს არ მაგვიდი გზნობდი, იმიტომ რომ ამ სასწრაფოში გაანზრდოა. აუცილებლად მინდა აკვასიონო აუტდორ, ეს არის აი ფილარმონიის წინ დიდი ეკრანია, იქ უკვე ჩვენი ეს არეკლამო რაღაცას ტრიალებს კი. კლინიკა დენტალი სტომატოლოგიური და რესტორანი სამი ძმა. დენტალოგ კბილებს იცლით, კაცო? ისინა ეთობა ასაკში კი აჭირო გათამაშა. ახლა ახალგაზრდა ხალხი ხარ, რა დროს კბილები და არა, დიდი მადლობა კლინიკა დენტალს, მაგრამ ისინა ეს ის მომენტია, რომ ამას ასაკი არ აქვს. არა, კი ბატონო. ისე მე ბავშვობიდან როგორც ჩვენ მუსიკას ასაკი არ აქვს, ისე სტომატოლოგის მეშინოდა ბატონო, ანრი ბავშვობიდან და ცოლი მყავს სტომატოლოგი. ასდე ხარა დღეში ვარ? კაციბა. არა, ეხლა ეგრე არ გეგონოს, ასე მყავს ოჯახი, მაგრამ მეშინია. ხო, კიდე ის რომ მე საიუბილეო რატო ქვია? ძალიან ბედნიერი ვარ, სანამ მიხმივალ. აი უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემი 13 წლის უნახავი ქაბადონი 13? ინგა მე ამნახია. 15 დავითვალე. აი თქმა 15 მე არ მინახი ხარ. თქვენ არ გინახავთ. შეშინებულმა ადამიანმა შეშინებულმა ადამიანმა 2 წელს ამატებს. ო, ასე მართალი ხარ? 30 ნოემბერს მაგ და 2 დეკემბერს მაგხდება ხოლმე. ძალიან მეხარია რომ აი მოხდა დღეს ძალიან ესეთი რთულია ის რომ სხვა ქვეყნიდან აღზად აი ასაკი ასენე შენ ჩვენ ახალგაზრდები ვართ მაგრამ მაინც ძალიან ათულია ახალგაზრდიდან მაგრამ უფალმა ესე ენება 37 შენთვის იარე ჩემი არა თქვი ხო აბარა შენც კაი შეშინებული ხო ანდრე ჩამოგვივიდა 3 დღეს პარიზიდან სამი დღის წინ ანდრე ჩამოვიდა, დღეს ჩემოდანმა მოუსწრო. საერთოდ ეს ნატილ ჩამოვიდა. მეტყობა თან ხო, რომ ჩემოდანი ჩამოვიდა და რა. ამ 3 დღეა. ხო. მე მაინტერესებს 3 დღის წინ როგორ დადიოდით ქალაქში? რა ვიცი, ნელ-ნელა. კბილით კიოდა. ალეგო კვაშალი, ნუ ეს ჩვენ სხვა შორის 91 წელს ჩვენ რო გადაწყვიტეთ რომ ჩამოყოლება ანსამბლი ნატრის ხე. ვისი ბიჭია? არ არის ბიჭი არ არის. ბიჭი არ არის? მამა როგორ არის და რა მე არ გენა. მიმიხდა იუმორს ხშირად გეუნებიან ხოლმე, ხო? და კარგად. ჩვენ აი აუ რა ხუმრობა გამიფუჭა რა. კარგი, არაუშავს. აი 91 ჩვენ აი ამ უნდა გამემრთხილებინა. ამ 4 ადამიანმა ჩამოყალიბეთ ეს სხვა შორის იმ დროს საკმაოდ ეფექტური იყო ეს გამოჩენა. ჩვენ აგვაკლია სულიკო ფანოზიშვილი, ჩვენი ძმა დღეს ის ყაზახსტანშია და მერტმა აცხონოს ავტოშარაშენიძე ციცაკა. ჩვენი მუსიკოსი. ციცაკათი უფრო, ხო, ციცაკას რო იტყვი და საქართველოს ზურაშ ჰატვაშვილის უნდა ჩამოსულიყო დანიიდან, მაგრამ ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ სამსახურმა რაღაცა შეუშალა ხელი და დავიშალეთ ბიტლსები. ხო, ბიტლსები, მაგრამ დღეს ჩვენ ერთად ვარ, ძალიან მიხარია. ძალიან პომპეზური იქნება ეს საღამო, აქ იქნება კონსერვატორიის სიმფონიური, იქნება სახელმწიფო კაპელა. გამონე 75-ის ბიჭები, ანუ სადაც მე მემუშავია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით აქ ამოვა
თელაშვილი შემერთած სიმღერას რომელიც მე თემურ ცხილაძის მაგივრად კაკო იქნება ვაშოვმეძეა ჩანტლაძე რა ვიცი მაია ბარათაშვილი მაგა იქნება დუეტ ორჯერ და უბრალოდ მაგრამ ძალიან მაგარი კონცერტი ყოფილა სუპერ მაგარი კონცერტი ეს ხო ნამდვილი ბილეთებია ნამდვილი ბილეთებია აი ორი ბილეთი ჩემოდან ჩამოვიდა ჩემოდანი რომ ბილეთებით მე ჩემოდან შეიდო რა ეს ბილეთები ამიტომ დაგაგვიანდა და ერთი პატარა ესეთი ინფორმაცია შენთვის და ჩვენ ამას დოკუმენტურ ფილმს ვიღებთ თან ვიღებთ იღებს იმედი ტელევერსიას მე ძალიან დიდი მადლობა და როგორც ჩემი ერთ-ერთი სპლიყვი აუცილებლად იქნება ზალოტოვი. ზალოტოვი თქვენი სპლიყვია? აუცილებლად. ახ ты სპლიყვ. ეს რას უნდა მე თქვა? არა, ეს აუცილებელია. 4 შაბათს 28-ში, აქვე მინდა თქვა, ბოდეში 8 არ გითხოვთ. 8 საათზე ეს არის 4 შაბათი და ყველაზე დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს იმ ჯგუფს, ვინც აი მუსიკოს მომდა აკეთოს თავის საქმე, ხო? მე კი მომიწია სირბილი. მაგრამ ძალიან კარგი ადამიანების ჯგუფი ეგრება, ვინც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს და სათავეში პროდიუსერი ქაბადონი ლუცა ბლიაძე ვინც აი არ გაჩერებულა ეს ამი თვე და ადამიანების ისეთი არმია ყავს ახალგაზრდების ვინც ამ ყველაფერს როდარბიან თორე მე ნამდვილად დღეს აქ მოვიდოდი 28 კილო იმიტომ რომ ატკულა 3 დღე 3 თვე არ გავჩერებულა აბსოლუტურად გამხდარი სპილო რა გამხდარი სპილუკა უბრალოდ სპილუკა და ძალიან კიდევ ერთხელ მინდა თქვა რომ 28-ში მოდით აჯობებს რომ არ წავიდეთ რესტორნებში არ დავლიოთ კაზინოში არ დავხვდეთ ჩავკვიდოთ ოჯახი სამეგრელოს ხელი და რა ავიცი აწი ნატურა მე იქაკლებურად ვეკნება რომ ესეთი კონცერტი შემდეგ კი 28-ში შემდეგ ჩამომიტანეთ ბატონო რა ასე რომ ეჭვით არ მებარებოდი მოკლედ 28-ში 8 საათზე 4 შაბათს დიდ საკონცერტო დარბაზში. დიდ საკონცერტოში აუცილებლად. დიდ საკონცერტო დარბაზში გელით ყველას ვისაც გაქვთ ბილეთები. გელით მათ ვისაც გაქვთ ესეთი ბილეთები. ხო შეიძლება ისეთ ხალხს გავესწრებო. აუცილებლად. ქალბატონ ინგათი დავიწყებ ხა ანრი მაპატიებს და ალეკოც მაპატიებს ხო? დავლეთო მეშინია. რისი გეშინია დღეს? ხლაფარი. არაფერი, ძალიან ტომატოლო. ძალიან მარტივი. ძალიან ეს იმდენი ხანი გელოდეთ რომ გათფებოდა ეგ წყალი. ფოტოშოპს ბარინ ჩაი მოგეტანა. შაქრით, უშაქროთ გიყვართ თუ შაქრით? უშაქროთ, კარგი. 13 წელი. ხო, 13 წელი არიყავით. არა, ჩამოხვედით, ბევრი რამე შეიცვალა ამ ქალაქში. მე გეტყვით რა შეიცვალა, თქვენ რა გამოტოვეთ, მე ამას გეტყვით. არა, მე გეტყვით რას. დიახ. ჯერგერთი ჩამოვედი უდის სიყვარულით. დიახ. იმ ჩემი მეგობრის და ჩემი ძმის, ჩემი რომიკოსი. რომიკო, ანუ უკვე რომელიც სპილუკაა. ხო. დატოვეთ სპილო, დაგვხვდათ სპილო. და სპილუკა. და სპლიყვი და მიხარია. იმიტომ რომ განხდა და კარგია ესა. ხო. შემდეგი კითხვა. შემდეგი კითხვა. აი თქვენ მაგალითად, როდესაც მიდიოდით ბევრი რამე შეიცვალა, მე უცებ გეტყვით, რაც თქვენ შეიძლება ვერ მოასწარით ამ რამდენიმე დღეში, ხო? რაც ჩამობძანდით ბრიუსელიდან. რიკოტზე იყავით? რიკოთი რა არის? რიკოთის უღელტეხილი, რიკოთი. დასავლეთში რომ მიდიხარ. პერევალზე, ბოდიში ქართულად არ ვთქვი. პერევალზე. პერევალზე არ იყავით. გახსოვთ თქვენ დროს რომ მიდიოდით, ფული უნდა ჩაგეგდო და გადიოდი. ახლა პირიქით კაცი მოდის, ფულს გაძლევთ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ სარგებლობთო ჩვენი პერევალითო და ბოდიშს გიხდით რომ მეტის საშუალება ახლა არ ამაქო და უკან რო წამოხვალთო, შემდეგ მოგცემთო ეს მოხდა. სურამში რა მოიგონეს, იცით? აპარატებია ასე, ქალები ჩააგდებენ 20 თეთრ და ეს აპარატი თვითონ აქნევს ნაზუქს ასე. ასე.
რო არ დაიღალო. 1 საათში თავდება დრო და მე ჩავდი ნაზუქი ცხელია? ცხელია და ცივდება. ცივდება. კიდე რა, ქარელში იყავით როდესმე? არ ვიცი. ქარელი ისე ვისია სანამ თქვენ რო წახვიდეთ. არაფერი არ შეცვლიდა ქარელში. ახლა ანრის მინდა. რა თქმა უნდა, ბრძანეთ. მე მომეწონა ძალიან 2 ტრუბა. 2 რა? ტრუბა. ტრუბა. კი. Это по-нашему мили. მომაგონდა იმისი რა ქვია სამედიცინო რეკლამა მამაკაცის გამოსაჭამებელი რა ქვია არა პანკრეასი არა მიოზე რო აღლის ყველას კარგად გქონდეს მაგრამ ის თქვენ რო ამბობთ ის არის პროსტატა დიახ აი ეგა სტომატოლოგი როა ის ო სტომატოლოგები რომ კურნალობენ დიახ აი მომაგონდა მომისმინეთ. გლდანის შაურმა გაგიგიათ? ვინა? გლდანის შაურმა. ეს სომხური გვარია თუ როგორ? კაი კაი ბიჭია, კაი ბიჭი. გლდანის შაურმა, ესეთი საჭმელი. როგორ არიცით, სართი ჭალიდან დაწყებული, საჰესით დამთავრებული ყველა მაგას. ყველგან გლდანის შაურმა. კი, თქვენთან არ არის პარიზში გლდანის შაურმა. აი, პროსტა შაურმა რა. პროსტა შაურმა. პროსტა შაურმა. რა ხდება პარიზში ჩემზე რას ამბობენ? როგორ გითხრა, ხაიცი რა არ გეტყვი. ვერ გეტყვი ნამდვილად ისეთ რამეს ლაპარაკობ. აქ ვერ გავიმეორებ. ფრანგულად? ფრანგულად მით უმეტეს. ფრანგულად მით უმეტეს. კი, ფრანგული ვის არ ეცოდინება. მას ლაპარაკობ. კარგი, როგორია ისე პარიზი? კარგი, ანუ აი ისეთია, აი მე რო სეირნობდი მოდილიანისთან ერთად. ხო, ის დგას პარიზი, ხო, დგას, ხო. დგას. მხატვრები ისე ვიკრიბებიან. მხატვრები, სტომატოლოგები. მონპარნასზე. მონპარნასზე არიან ძირითადად. სტომატოლოგები. სტომატოლოგების ქვეყანა. ახლა მოდი მე ერთი თხოვნა მაქვს. მოდი სტომატოლოგების თემა. გამანებოთ თავი. შევეშვათ, იმიტომ რომ მე მესამე ცოლის მომყვანი არაო. მე მესამე მოვიყვან. ხო. მაშინ რაო სტომატოლოგებზე რას ამბობდი? კარგი, დრამერსაც მივხედოთ. კი ბატონო. ეს ხურდებს რო აგდებდნენ პერევალზე. ეს რო აქნევდა? ეხა ფეიბოქსები დაუყენებიათ, ხო? ჩააგდება დავიზით. მე რა მაინტერესებს? ეს დრამერობა მოგდგამთ? გვარში გაქვთ კვაშალებს? კი. აბულაძეებს უაჩემი იყო ერთ-ერთი სერიოზული დრამერი. ფოთო შორის აქ სერიოზული პარტია მიცა მუგზარ კვაშალმა. გვახსოვს ხო გუფიმ დაუთმო თავის ინსტრუმენტი ცოტა კი დაიღალა დაათუჩა ინსტრუმენტი დაათუჩა აბულაძე ხატამაძის დრამერი ჩვენ ანუ ეს თქვენ დრამერობა დიშვილია მერობა გვინდოდა მაგრამ დრამერობა თემო აუ ნუ იმალები ხა ხო იცით ვერ გამოვიდა მე სულ მაინტერესებს ხოლმე აი თქვენი გვალი რცხილაძე ხო რცხილადან მოდის ზოგადად კავკასიური თუ ბენჰალური რცხილადან მოდის აი მაგაზე მუშაობ ახლა მაგაკი რცხილა რუსულად როგორ არის გრაბ как გრაბ ბენგალსკი გრაბ ბენგალსკი აგნი ვიცით ჩვენ აგნი ვიცით ბენგალსკი გრაბ არის ბენჰალური რცხილა რა ვქნა საიდან მოგიტანა არის და თქვენ კავკასიური რცხილა ხართ თუ ალბათ ეს სრული პასუხია ჩვენ იმერული რცხილა იმერული რცხილა ვართ კი საიდან საირმედან რომელიც საერთოდ გვარი არის საირმედან როგორც რცხილაძეების იყო საერთოდ საირმე ხო დაუბრუნეთ ხო ძალიან თხოვთ აღა მუსიკოსი ხალხი ხართ თანახმა ვიქნები უარსავ მეტყვი ხელოვანი ხალხი ხართ რო არ კითხოთ არ შემიძლია ისმენთ welcome ამ ევროვიზიაზე რას ფიქრობთ დავნოვიფიქრე ხო ხედავ რა რას ფიქრობ ევროვიზიაზე მე არა მაგესეთი თორე მოვუშვებდი თქვენ ნახეთ ევროვიზია ვისი ევროვიზია მეცო ჯობია მეცო ჯობია ევროვიზია მე როგორც ვიცი ეს არის პოლიტიკური კონკურსია თუ რაღაც ხო? ვაიმე. როგორი კონკურსია? არის თუ ამბობენ რომ პოლიტიკურია და გამოკიდებულია ვის მეტი ნაცვლად. აი მე არავის შევეძღოთ მაგრამ ესეთი აი ვამენ ახლა ვეზეპო თქვა. ცუდია რა.
სტუდი ვიზია. გოიმული ვიზია. ხო, რა ვიცი, ხო. მართალი ხარ. არა, მასეა. ბათაშორის. განძი ვიზია. გავჩერდეთ, აქ გავჩერდეთ. ბათაშორის. მოდი ისევ სტომატოლოგებზე ვილაპარაკოთ. არა, ნუ. არა, სხვათა შორის შეიძლება რაღაც ახალი ესეთი მუზა გაუჩნდეს, რომელიმე შემოქმედებით. თუ ხო ძალიან კარგი მუსიკოსები ჩადიან იქ. ჩვენგან ქართველები ძალიან ჩვენგან ჩადიან ყოველთვის კარგები. და ეს ჩვენი უკარგესი მუსიკოსები, ეს კოლეგები, აი იმ კაკაფონიაში და იმ რაღაც იმ ვიდიან კარგი. სუდიმაში იჩაგრებიან აი ამ ალოვალოს და ამ SMS-ების გამო რომ იმას ძალიან სუდენ. ხო და მე როგორი საზრი გამიჩნდა გეტყვით ჩემ მოსაზრებასაც, ხო? მუზაზე ვსაუბრობდი და რაღაც შეიძლება ახალი მუზა გაუჩნდეს, რომელიმე მიმართულებას შემოქმედებიც ან რამე შეიქმნას ახალი ნაწარმოები. მე გადავები თუ ისე არა, რატო გეღადავები კაცო ხა ალექსანდრ ჯუმას ქალი კამელიებით ხო მოგწონს ყველას ქალი კამელიებით ვალენტინ სეროვის ძევაჩკას პერსიკამი გოგონა ატმებით გოგონა ატმებით ამ ეშმაკი თვალები ამ ევროვიზიის მე რაღაცას ამზადებს ახლა მოთან გოგონა ბლანჟეთი ხა რა იყო მართლა ისა? აი ქალბატონი ინგა გავაცილე მე მგონი ძალიან და კონცერტზე ძირითადად ანუ რეპერტუარი იქნება რომ არცხი ჩემი ანგარიშია კი ანუ შენ ხარ იქნება ის ხიტები იქნება და იქნება ახლებიც იქნება და ორი წელი პრემიერა იქნება ძალიან კარგი ეს მოდი დავტოვოთ კი დავტოვოთ იმიტომ რომ ვინც მოვა და ვისაც აი ბილეთები აქვს აჩვენებს ჩვენ შეგნებულად აი საოცრად ისეთი რეალური ფასები დავოდეთ აქ ჩვენი მიზანი გამდიდრების არანაირად ჩვენ მართლა მუსიკოსები ვარ და აქ ის არის რომ ყველა გემოვნების მუსიკა იქნება როგორიც არის რომა შენი შემოქმედება ისეთია შენ შემოქმედებაში სვინგიც არის როკიც არის ჯაზიც არის ჯაზი სვინგი ფანკიც არის კი ბატონო და ასე შემდეგ რომა დღეს რას გვიმღერებთ დღეს ისე რა კი ფიქრობდი დღეს რაღაცა სხვა ვარიანტი მქონდა მაგრამ როცა ბიჭებმა გამონახეს დრო რომ აქ წესი დღეს უნდა მეყოფილიყავი რაღაც სხვა ანდრეი აქ ჩამოფრინდა და ჭადრაკი არ ვიმღეროთ არ ვიმღეროთ ყველა ჩამოვა ჭადრაკი ფათაშორის სურვილი თუ გექნებათ მე შეგვიძლია მოგაწოდოთ ვიდეო აი სადაც ბიჭვინტაში გრან-პრი რო ავიღეთ და პირველი მე ჭადრაკის დაფა ვიბღერეთ ეს იყო 91 წელი მაგის ვიდეო რგოლი არის პირველ არხზე გადაიღეს და შეადარეთ მე ძალიან საინტერესო იქნება მომაწოდეთ და უზამაზარი ამბობა ამ გენიოს საოცარ დიდ ადამიანს ბატონ მე ვიყავი არა მორის ფოსხიშვილს და რო დავწერე ეს სიმღერა და რო ავედი ბასასთან და თამონასთან და ათმოვდა ბატონ მორისთან რო ვაჩვენე შენთვის თქვენთვის დამიწერე ეს ტექსტი და სხვა აშუქებს ამ სიმღერამ ჩვენ ერთგვარად რეკლამას გავუკეთა ჯერ ცუდი მაგრამ ამავდროულად დღეს ძალიან კარგი იმიტომ რომ 5 წლის მანძილზე ამ სიმღერის გამო ანსამბლი ატვისხე აგზალეს საერთოდ არც ტელევიზიაში არც რადიოში არც კონცერტებზე და ღმერთმა გამოგიზანა ჩვენი საოცარი დიდი ოჯახი ალესანდრე ბასილეას მეტაურები და მეჩავაწყე გამბა ვიჩალიჩეთ და საოცარი დრო იყო ესენთვის და 5 წლის მანძილზე ჩვენ ვითანამშრომლობთ ჩვენ იქ ცხოვრობდით იქ ერთი დიდი ოჯახი ჩვენ ვიყავით და ჩვენ ფილმებშიც კი მივიღეთ იქ სპექტაკლებში მუსიკებში და ეს 5 წელი იყო აი ერთ-ერთი ულამაზესი დრო ჩვენ ცხოვრებაში და ზუსტად ამ სიმღერამ ითამაშა ძალიან დიდი როლი ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ჩვენ ამ გაიხარეთ. მოკლედ 28-ში 8 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზში გელით ყველას. ახლა კი გთხოვთ. დიდი მადლობა. ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე არ აქვს დიდი სიცოცხლე ბაიქს
მაქვს დიდი სიცოცხლე პაიკს მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც დამუხტულია კეთილი სიბრძნით ემორჩილება დედოფლის გრემას ყველა პაიკი მეფისთვის სიბრძვის ყველა პაიკი მეფისთვის ხვდება მაგრამ ადრე თუ ქვია მეფეს და პაიკს ეხუჩი ხრიან ერთ მცირე ხუჩი ერთად დავსდება აზრის სიმართლე ჭორი ოცნება ერთ მცირე ხუჩი ერთად დავსდება აზრის სიმართლე ჭორი ოცნება მაგრამ ადრე თუ გვია მეფეს და პაიკს ერთ ხუთში ხრიან